სანვით მე დღეს თქვენ ერთად განვიხილავ UCOS სისტემას. თუ არის UCOS სისტემა? ჯერ პირველ რიგში შევიდეთ UCOS.com-ზე. რა არის UCOS.com? UCOS.com არის უფასო ვებ ჰოსტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს უფასოდ აბსოლუტურად ყველაფერს ულიმიტოდ, ემეილებსაც, FTP-საც და ყველაფერს ჭირდება ჩვენ საიტის გამართვაში და ამავდროულად იგი გვაძლევს არა დომეინს, არამედ ქვედომეინს. მოდით დავუჭერთ აქ რეგისტრაციას და დავრეგისტრირდეთ. ჩავწეროთ ჩვენი ემეილი. მე აქ ჩავწეროთ პასვორდი. აქაც გავიმეოროთ. შემდეგ აქ ჩავწერეთ თქვენ სახელს, აქ გვარს, ვარსტები. აქ nicknames, ეს არის ის დაიმახსოვრთ აუცილებლად nickname. აქ ყველაფერს მოკლედ დაავადების თარიღს, სქესს, საცხოვრებელი ადგილს, დავცავ კოდს და ამას მონიშნავთ და დაეგზავნებით. შემდეგ გადახვათ unet.com. შეხვალთ ჩაწერთ თქვენს ემეილს და პაროლს, ერთად დარეგისტრირდით. და შემდეგ გადაგიყვანთ ამ საიტზე. გადაგიყვანთ UCOS პროფილში. აქ ჩაწერთ ადმინისტრატივის პასვორდს და შემდეგ თავიდან ამოვაგდოთ ესეთ ფანჯარს, მაგრამ თუ არ მოვაგდო დავწერთ my website. შევალ ბრაუზერი ოპერადან რადგან აქედან შვება და შემდეგ ჩვენ მოგვიწევს დავაჭიროთ აი აქ. ეს პანელი ძალიან გავს ჩვენ დესკტოპს, ქვევით არის განლაგებული taskbar-ი და აქ ჩვეულებრივ თქვენი დავალებული ფაილები. შევიდეთ start-ში, ჩვენი პანელის start-ში და websites. გადავიდეთ განყოფილება create website, ანუ საიტები შექმნა. და აქ my website არის ჩვენი შექმნილი საიტები. გადავართ აქ და გადავყვანს პირდაპირ აი ამ გვერდზე new website, ახალ website. აქ ჩავწერთ website-ს ადრესს, ანუ მის სახელს. მოდით მე ჩავწერთ ჩვენი საიტის სახელს delevish.com და აქ მივუთითებთ დავცავ კოდს. აქ მონიშნავთ ამას და დავწერთ continue. ეხლა მე ამ შემთხვევაში ამოვიდე რომ ჩვენი საიტი შეიქმნა და ასეთი სახელები თქვენ საიტი არსებობდა. თუ თქვენ ჩაწერთ ესეთ სახელი, რომელიც უკვე არსებობს, აქ პატარა ფანჯარას და ჩაწერთ ახლიდან სხვა რაიმე ვებსაიტს, ან აქ არის სხვა დომეინს და თუ ჩაწერთ ესეთ რაღაცას სახელს, სადაც არ არსებობს, შეიქმნა თქვენი საიტი, ამაგდებს ესეთ ფანჯარას და აქ უაწევით website control panel. დაუნლოდებით, აქ არჩევთ personal site name, personal site, ანუ რაც აქ დააწერთ, გამოჩნდება საიტის თავში, file icon-ის მარჯვნივ აი აქ. Site name. ანუ ჩაწერთ ნებისმიერი რამ. ჩავწერთ ისე ჩვენი საიტის დასახელებას. televish.com. აქ დიზაინი, self design, ერჩევთ რომელიმე დიზაინს, აქ არის კატეგორიები, გვაწერთ, აი აქ არის ესეთი ჩამოსული კატეგორია new, old, popular. ახალი, ძველი და პოპულარული. ავიჩეთ პოპულარული ან თქვენთვის ნებისმიერი რამ და აქ კატეგორიები. აბსტრაქტული, ანიმირებული, ბიზნესის, კომპიუტერების, საჭულის თუ თამაშების და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ games, ანუ თამაშები და დავაყენოთ მაგალითად ეს დიზაინი. მე ახლა ამ გაყოთში გასწავლით გადმოწერილი დიზაინის დაყენებასაც. ეს UCOS საიტებს, რომელიც დიზაინს მოყვება,
ხალხს უნდა ეს არ მოწონს და ამიტომ იწერენ დიზაინს ვებ პორტალებიდან, ვებმასტერული პორტალებიდან და შემდეგ აყენებენ მათ, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის. და გასწავლთ ამის გაკეთებასაც. ვაწვევთ continue. აქ სასურველია მოიშვით ყველა. ვაწვევთ continue. და ეხლა მოინახულო ჩვენი საიტი. ახლა ჩვენი შემდეგი ვალდებულება რო გავხსნათ FTP და ის მეშვეობთ ავტორთა ჩვენს დიზაინს ჩვენს FTP-ზე დავაკეთებთ მას. აქ ვაწვევთ password not set და აქ new password ვწერთ რაიმე passwords televish კონჩავწერ მე აქ გაინიორეთ აკე საიდუმლო კითხვის passwords ახლა მე რაღაც პრობლემები მქონდა საიდუმლო კითხვის პასუხთან და ამიტომ შევცვალე მე იგი. აქ ჩავწერეთ საიდუმლო კითხვის passwords, რაც ჩავწერეთ გოსკომის რეგისტრაციის დროს. აქ უკვე პრობლემა ჩვენს პაროლში ჩვენი FTP-ს გაიხსნა. შემდეგ ჩვენ ავჭირდება ჩვენი პროგრამა FileZilla, რომელსაც ვიდეოს მოვაყოლებ, ან ჩვენ ჩაწერთ Google-ში და ამოქიებთ ბევრ links. შემდეგ გავხსნათ ამოშალოთ ჩვენი webguard-ი, ავწევთ FTP დეტაილს, ვაკოპირებთ აი ამას, ვსვავთ host-ში, ვაკოპირებთ FTP login-ს და ვსვავთ აი აქ კი passwords. მოდით ამით ვცადოთ. დავკოპიროთ ეს. მოდით ახლა დავწდი. ჩავწეროთ host-ი. აქ თქვათ პრობლემები მქონდა გამოვსწორე აი ეს login ანუ username აქ და აქ შემდეგ password ეს შევიდა ეხლა მე აქრეებით მე ყველაფერს წავშლი და მოვით ახლა ჩავუტვირთოთ რაიმე დიზაინი გასწავლით რა ტიპის უნდა იყოს იგი არ უნდა იყოს დლე და დანარჩენი ყველაფერი Andale and WordPress and Joomla. Außerhalb von der Rossikose. Und die Chamoto dieser ist mir Master Gis. Master Designing. Weiter die Prozess. Der Chamoto hat im Schuss Computer. მოდით დავაპაუზებ ვიდეოს 3 წელიწადის ფაილები და შემდეგ მეთოდად გავაგზავნებ. ეხლა მოვარქივოთ ჩვენი დიზაინი. დავექსპორტოთ. გავხსნათ იგი. აი ეს CSS და image გადავყავთ ჩვენს FTP-ზე.
და შემდეგ დავიწყოთ. გავხსნათ ჩვენი საიტი, გადავიდეთ customize design და ახლა დავიწყოთ. პირველი არის access denied page. გავხსნათ ეს. და შემდეგ ჩამოვიდეთ ქვევით და ჩავწეროთ აი აქ, დავაჭეროთ აი აქ. აქაც არის ყველაფერს შლით. მოსავ ჩვენს დაკოპირებული კოდს და ვასეივებთ. შემდეგ appearance of comments, ან კომენტარების სვიდი, გავკოპირებთ აი ამას. გადავდოთ customize design და აი აქ appearance of comments-ში ვსვავთ. შემდეგ appearance of entries. ეს არის ჩვენი სიახლის ვიდი. Page of the entries archive. ეს არის სიახლის დამატების გვერდი და კატეგორიების გვერდი. შემდეგ page with enter full text and comments. გვერდი სადაც არის ჩვენი სრულად აღწერა და კომენტარები. ამას შევსვათ აი აქ. შემდეგ page with a list of users comments. მოხმარებლის კომენტარების გვერდი. ეს ჩავსვათ customize design და აი აქ. შემდეგ site pages თავარი. საიტის გვერდები დავკოპირებთ, ჩავსვათ customize design და site pages. შემდეგ user login page დავკოპირებთ და ჩავსვათ ეს არის მოხმარებლის გვერდი, აი აქ user login page. ეს აქ user registration page. მოხმარებლის რეგისტრაციის გვერდი, სტუმარის რეგისტრაციის გვერდი. გადავიდეთ customize design და user registration page. აი აქ ჩავსვათ, გასწრებთ, აქ აი აქ. ასეთი საიტვირთა ჩავსვათ. ეხლა გადავიდეთ საიტზე. აი უბრალოდ ჩვენ დიზაინი არის გასასწორებელი. მოღობა ყველაფერი. რა ჭირდება თვითონ საიტს. იმედია დანარჩენ ყველაფერს თქვენ მიხვდებით. უნდა გითხრათ რომ თუ თქვენ თვითონ მიხვდებით ყველაფერს, უგეთესია უფრო კარგად დაგამახსოვრდებათ. თუ არ მიხვდებით, თუ ვერ გაიგებთ, ჩვენ დაყენება მოგიდება, დაწერეთ ჩვენ საიტზე თხოვნებში, დლევში, კომზე, კომენტარებში და ეს მე მას აუცილებლად დაგეცნობთ. ნახვამდის.